დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არიშვენის საჯარო სკოლაში აღინიშნება ცნობილი ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადების 157 წლის იუბილე. ამ სკოლის ეზოში ეს სახალხო დღესასწაული კოსტაობა ტრადიციული არის, ისაფუძველს იღებს 1959 წელს, როცა კოსტა ხეთაგურო შეუსრულდა 100 წლის იუბილე. სკოლას მიენიჭა კოსტა ხეთაგუროვის სახელი. რაღაც პერიოდი, როცა აღარ ჩატარდებოდა იმ პერიოდში, როცა საქართველოში იყო დაძაბული სიტუაცია და 1987 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ აღვედგინა, იმ წლის შემდეგ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ვივარ ცხენზე, ვაჭენებ. რა ვიცი, ბევრჯერ მომიგია, ბევრჯერ წამიგია, მონაწილეობა ბევრჯერ მივიღე. მაგრამ წეს უფრო მოხარული ვარ, რომ სხვაის მოვიგე. ეს ღონისძიება ყოველთვის ემსახურება ოსიკა და ქართველი ხალხის ურთიერთ დაკავშირებას, ნდობის აღდგენასა და მეგობრობას. ამიტომ კოსტა ხეთაგუროვი თავად იყო აი ამ იდეების მატარებელი. ის მეგობარი იყო დიმიტრი ყიფიანის, საქართველოს წმინდანის. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ ეს მეგობრობა, ურთიერთგაგება და სიყვარული ხალხში გავიტანო და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცოდეს. Salam mama qaza, txmur mevang tmarai gorambastan, nafet tonamondas falamaud barta. Ара, არ ვიცი, ეგრევე მოიტანეს სახალხმა. ვიდან თუ это получается я взяла у неё. დაავნიშნო რომ ეს არის არა კოსტას იუბილე, არამედ არის კოსტაობა, ანუ ზეიმი ყველა ადამიანისა, ყველა მშვიდობის მოყვარე ადამიანისა, ყველა იმ ადამიანისა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულოსური ურთიერთობები. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ აი ესე ნელ-ნელა ვაკოწიწებთ ამ ურთიერთობებს, რომ აღდგეს ნდობა ამ ორ ხალხს შორის, ეს დღესასწაულები, ეს კონფერენციები, რომელსაც თავისთავად ცხადია, ძალიან დიდი კულტურული საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, იყოს ამავე დროს სამშვიდობო მისიის და დანიშნულება.